დღეს გეტყვი 3 ანიმაციას ზრდასრულებისთვის, რომელსაც აუცილებლად უნდა უყურო, თუ გაინტერესებს ფსიქიკური ჯანმრთელობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ერთი არის Long Story Short, რომელიც ახალი ანიმაცია არის და რომელიც Netflix-ზე გამოვიდა. ამ ანიმაციაში queer წყვილსაც შეხვდები, ტოქსიკურ ოჯახსაც ნახავ, ბრაზის მენეჯმენტის პრობლემებსაც გაეცნობი უკეთ, დეპრესიაში ფოთვასაც მიხვდები, როგორ შეიძლება ავლენდეს თავს. მეორე ანიმაცია, რომელსაც აუცილებლად გირჩევ რომ ნახო, არის F is for Family. პრინციპში ერთი ამერიკული ოჯახის ისტორიას გვიყვება, მაგრამ ძალიან კარგად არის აქ წარმოჩენილი ოჯახის ტოქსიკური ოჯახის დინამიკა, როგორ შეიძლება თან გვიყვარდეს ადამიანები, თან ერთდროულად გძულდეს ისინი, თან მათთან ერთად თანავცხოვრობდეთ, მაგრამ ძალიან მტკივნეული იყოს ეს თანაცხოვრება. მოკლედ, ძალიან კარგი სერიალია. და ანიმაცია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ყველას ნანახი უნდა გქონდეს, მაგრამ ასევე ძალიან მზად უნდა იყოს ამისთვის ემოციურად, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის მარტივად საყურებელი ანიმაცია, ეს არის BoJack Horseman-ი. არ ვიცი საიდან დავიწყო და რა ვილაპარაკო ამ ანიმაციურ სერიალზე. საუკეთესოთა შორის საუკეთესოა მართლა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის საკმაოდ მძიმე ემოციურად და მძიმე არის განსაკუთრებით ადამიანებისთვის, რომლებსაც შეხება ქონიათ ნარცისებთან, რომლებსაც თავად ქონიათ ან გამოუცდიათ როგორია შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, სხვადასხვა ადიქციასთან გამკლავება და ასე შემდეგ.